იცით, დღეიდან მე დავიწყე შეხვედრა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ეს შეხვედრები. მე მათ საქმის კურსში ვაყენებ იმ უთანასწორო საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ არის საქართველოში და იმ აშკარა დისკრიმინაციასთან დაკავშირებით, რომელსაც ეხლა უკვე ქართული ოცნება ახორციელებს დემოკრატიული მოძრაობის მიმართ. იმიტომ რომ ელემენტარული უფლებები გვაქვს ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს, ვითხოვთ ერთადერთი იმას, რომ მოგვეცეს მეტნაკლებად თავისუფალ საარჩევნო გარემოში და თანასწორ საარჩევნო გარემოში არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა, რაზეც როგორც ამას ადრე აკეთებდა ნაციონალური მოძრაობა, ეხლა ქართული ოცნება უარს გვეუბნება. ბუნებრივია ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ საკითხებზეც, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ვთვლი რომ ძალიან სასარგებლო და კარგი შეხვედრა იყო. თვითმმართველობის არჩევნები ახსენეთ თქვენ, რა გეგმები გექნებათ? იმიტომ რომ დღეს კახაკუკავამ გაკეთა განცხადება, რომ ოპოზიციის გაერთიანებაზე მიმდინარეობს საუბარი, გაერთიანებული ოპოზიციის მომხრე ხართ თუ არა და კანდიდატზეც, ერთიან კანდიდატზეც ხომ არ არის უკვე რაიმე მინიშნული? ჯერჯერობით მიდის მხოლოდ მოლაპარაკებები, ვინაიდან ჯერ ჩვენ არა ვართ საბოლოოდ ჩამოყალიბებული, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა ვადასტურებ, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს. და როგორ ფიქრობთ, თბილისში უნდა იყოს ერთიანი კანდიდატი თუ რეგიონებშიც ოპოზიციის მხრიდან? მოდით მოვიცადოთ, როგორ შედგება, ასე ვთქვათ, საბოლოო რაუნდი მოლაპარაკების და შემდეგ კი პასუხი.